ევროპა, სოფო ზურაბიანთან ერთად. საღამომშვიდობისა, თქვენ უსმენთ რადიო ქალაქს, კერძოდ კი გადაცემას ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი საბა ბუაძე და მასთან ერთად ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციაზე. მადლობა საბა სტუდიაში სტუმრობისთვის და პირველი კითხვა, საგანგებოდ შეისწავლეთ ეს თემა, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელი ანალიზი გაქვთ წარმოდგენილი, რას გულისხმობს ვიზა ლიბერალიზაცია და რა შეაფერხა ის ამ ეტაპზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ამ საკითხს რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაცია IDFI მუდმივად მუშაობს ხოლმე ევროკავშირთან ასოცირების და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე და დროდადრო ვაწვდით ხოლმე საზოგადოებას ანალიტიკურ მასალას ამ თემასთან დაკავშირებით. ამ საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე ჩვენ ვემზადებოდით ამ თემაზე რაღაცა მიმოხილვის გასაკეთებლად და ამ საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ რომ უშუალოდ ამ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და იმ არსებულ გამოწვევებთან და პროცედურებთან დაკავშირებით ჩავთვალეთ საჭიროდ რომ აუცილებელი იყო რაღაცა სახის განმარტებების და ინფორმაციის მიწოდება. და მსმენელსაც რომ გავაგებინოთ პირველ რიგში მოდი დავიწყოთ საუბარი მიზეზებზე, რამ შეიძლება რა არის შესაძლო მიზეზები, რამაც შეაფერხა ვიზა ლიბერალიზაცია, ყოველ შემთხვევაში უიზო მიმოსვლის მიცემა ქვეყნისთვის, ზაფხულისთვის, ანუ უკვე წესით დაანონსებული დრო იყო ასეთი, რომ ზაფხულში ჩვენ უიზო მიმოსვლა უნდა გქონოდა, მოულოდნელად შეიცვალა ეს თარიღი და არ ვიცით გადაიწია როდისთვის, საუკეთესო შემთხვევაში ეს არის არჩევნებამდე სექტემბერში და უარეს შემთხვევაში წლის ბოლოს, თუმცა ამ ეტაპზე მაინც საკითხი ასეთ დგას, რომ ძალიან მცირე შანსია დარჩენილი იმისა, რომ ზაფხულში ეს მოისწროს. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დარჩენილი, სადაც შანსი ალბათ ძალიან მცირეა მაინც. დიახ, თუმცა აუცილებლად უკეთესის იმედი უნდა გქონდეს. ამან არც ერთ შემთხვევაში ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ არ უნდა გააჩინოს, რასაც ევროსკეპტიციზმს ეძახიან, იმიტომ რომ ეს არ არის არც ერთ შემთხვევაში ამის საფუძველი. ჩვენ ძალიან კაფიო მესიჯები მივიღეთ ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელებისგან, ისევე როგორც წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებისგან, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს ამ პროცესს. საუბარია როდის? უბრალოდ და საუბარია იმაზე, რომ ახლა გაჭიანურებას. ამ საკითხის გაჭიანურება, ასე ვთქვათ, დაკავშირებული არის იმ პროცედურულ ჩარჩოსთან, რომელშიც ევროკავშირი ზოგადად ოპერირებს. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან ჩახლართული ბიუროკრატიული სისტემა, რომელსაც აქვს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ინსტიტუტები. ეს უშუალო გაჭიანურება გამოწვეული არის იმით, რომ არ ესწრება ევროპის საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილების მიღება 4-7 ივლისის პლენარული სხდომებისთვის. მოგეხსენებათ, ეს არის ბოლო სესია პლენარული სხდომების, შემდეგი პლენარული სესიის სექტემბერში განახდება, თუმცა ოქტომბრამდე ძალიან რთული იქნება, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყოს. ახლა რატომ მოხდა ეს? ეს საკითხი, გარდა იმისა, რომ ამ საკითხს განიხილავს ევროკომისია, რომელიც წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ აღმასრულებელ რგოლს ევროკავშირისა, განიხილავს ევროკომისია, განიხილავს ევროპარლამენტი, როგორც კომიტეტებში, ისევე პლენარული სესიის დროს და ასევე განიხილავს ევროკავშირის საბჭო, რომელიც შედგება წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ეს არის წევრი სახელმწიფოების მეთაურები და შემდეგ სამუშაო თემატური ჯგუფები, რომელსაც წარმოადგენენ მინისტრები. სწორედ შინაგან საქმეთა და იუსტიციის კომიტეტში საკითხის გაჭიანურებას მოყვა ის, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიდოს ოქტომბრამდე. ფაქტორებს რაც შეეხება, ალბათ ესეც საინტერესო არის. ფაქტორი შეიძლება იყოს რამოდენიმე. ეს არის ჩვენი ამ კვლევიდან გამომდინარე, ეს არის ეს მზარდი მიგრაციული კრიზისი, რომელსაც ახლავს თან ძალიან დიდი პოლიტიკური კონტექსტი. ეს ასევე შეიძლება იყოს გამოწვეული ჩვენი ჩრდილოეთი მეზობლის რუსეთის წნეხით, რომელიც საკმაოდ დიდი არის ევროკავშირში და ჩვენ ვიცით რომ თავსავდე გითხავთ ამ თემებზე, დიახ, და მესამე ფაქტორი? და მესამე ფაქტორი ეს არის ის, რომ
მოგეხსენებათ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი ასევე მიმდინარეობს თურქეთისთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის და საუბარი არის ამ შეჩერების მექანიზმზე, რომელიც უნდათ რომ სანამ ვიზა ლიბერალიზაციას მიანიჭებენ ამ ქვეყნებს არსებობდეს ეს შეჩერების მექანიზმი. მოდით ცალ-ცალკე ვისაუბროთ საბა ამ ფაქტორებზე. დავიწყოთ რუსეთის მხრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე შესაძლო ზეწოლის თემაზე, ეს თქვენ გამოტანილი გაქვთ. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა იმან, რომ გერმანულ პრესაში ასე მოულოდნელად გაჩნდა, ასე ვთქვათ, ანტიქართული კამპანია კრიმინალების თემის წამოწევით. ეს ერთდროულად უცებ ვიღაცას გაახსენდა, რომ ქართველი კრიმინალები არიან გერმანიაში და ყველა ამბობს, რომ ეს თემა მანამდე ცნობილი იყო და 4,5 მილიონიანი ქვეყნის კრიმინალთა ჯგუფი არც თუ ისე მოწინავე ადგილზეა მაინც გერმანიაში, საბოლოოდ როგორც კვლევის შედეგად დადასტურდა. გამოიკვლიეთ ხო თქვენ ეს საკითხიც და უკავშირებთ თუ არა ამას შესაძლო კამპანიას რუსეთის მხრიდან? შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს სწორედ ამ რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან. მოგეხსენებათ, რომ პრესაში გავრცელდა კერძოდ Spiegel Online, ეს არის ერთ-ერთი გერმანული დიდი გამოცემა, სადაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ბინის ძარცვის განმახორციელებელი ეჭვმიტანილი პირები ბინის ძარცვაში არიან უმეტესობა ქართველები. ჩვენმა საგარეო უწყებამ ამ კუთხით ძალიან კარგად იმუშავა და ამას შედეგად მოყვა ის, რომ გასწორდა ეს ინფორმაცია პრესაში. ეს ინფორმაცია გასწორდა პრესაში, იმიტომ რომ გამოთხოვილი იქნა ოფიციალური სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ სულ საუბარი არის ეჭვმიტანილ 455 პირზე, რაც 40% მოდის მხოლოდ უცხოელებზე და ამ 40%-დან მხოლოდ 6.4% არის ქართველები, ისიც ეჭვმიტანილი. ეხლა აქ ამ გამოქვეყნებულ კვლევაში არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ესენი არიან ეჭვმიტანილი პირები და ესენი არ არიან, თქვათ, სასამართლოს მიერ კანონიერი განაჩენი ძალაში ამ პირების წინააღმდეგ, ან შევიდა ან არა, ეს არ ვიცით, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით. ამ 455 ადამიანიდან რამდენს წარედგინება რეალურად ბრალი და რამდენი გახდება მსჯავრდებული და არა ეჭვმიტანილი, ესეც საკითხავი არის. თუმცა ზოგადი კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის ეს მიგრაციული საკითხები არის პოლიტიკური დებატის ძალიან აქტიური თემა. და აი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების ბოლო შეხვედრაზე, სადაც უნდა პრინციპში ბოლო მცდელობით გადაწყვეტილიყო მისცემდნენ თუ არა საქართველოს, ანუ შეთანხმდებოდნენ თუ არა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე, იქიდან გამოსულმა მინისტრებმა სწორედ კრიმინალი დაასახელეს მთავარ ფაქტორად საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ აი გუშინ მაგალითისთვის ანგელა მერკელმა ეს თემა საერთოდ გამორიცხა, ასე ვთქვათ, და ის დაუკავშირა მთლიანად შეჩერების მექანიზმს, რომ აუხსნათ მსმენელს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ეს შეჩერების მექანიზმი და როდის ელოდება ევროპარლამენტი და ევროკავშირი ამ შეჩერების მექანიზმის მიღებას. ესწრება ეს ამ ზაფხულს? შეჩერების მექანიზმი უცნობი არის ჩვენთვის, მოესწრება თუ არა 4-7 ივლისის სესიისთვის. ეს არის ბოლო სესია. დიახ, ეს არის ბოლო სესია, რომელიც ამ ზაფხულს გაიმართება, შემდეგი სესია იწყება სექტემბერში. უცნობი არის ეს შეჩერების მექანიზმი მოესწრება თუ არა. ეს შეჩერების მექანიზმი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც უნდა ევროკავშირს ჰქონდეს იმისთვის, რომ მოახდინოს ამ ვიზა ლიბერალიზაციის ერთგვარი მართვა. რომ შემდეგ არ მაგალითისთვის თუ ბევრმა ადამიანმა დაარღვია, ასე ვთქვათ, მოცემული პირობები, მაგალითად საქართველოს მოქალაქემ, ამ შემთხვევაში ამუშავდება ეს შეჩერების მექანიზმი, თუმცა ნაკლებად არის მაინც გათვლილი ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორც საქართველო. ეს ძირითადი აქცენტი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით კეთდება თურქეთზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ევროკავშირს აქვს თავისი შეთანხმება თურქეთთან, ტოლვილებთან დაკავშირებით, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში თურქეთი, ევროკავშირი დააფინანსებს ამ ტოლვილების თურქეთში უკან დაბრუნებას, ხოლო თურქეთი უზრუნველყოფს მათ ფაქტობრივ დაბრუნებას. შესაბამისად, ეს შეჩერების მექანიზმი საქართველოს და ეხლა თუნდაც კოსოვოს ზომის ქვეყნებისთვის უფრო თურქეთსა და უკრაინას ნაკლებად არის რელევანტური. ეხება ეს დიდ ქვეყნებს, როგორებიც არის თურქეთი და უკრაინა, თუმცა ოფიციალური განცხადებები ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ეხება საქართველოს მათ შორის.
ეს არის ოფიციალური პოზიცია. ხა რაც შეეხება არაოფიციალურ პოზიციას. ხო, როგორც წესი, დიპლომატები არაოფიციალურ ინფორმაციას არ ამბობენ ხოლმე ღიად და საჯაროდ, შეჩერების მექანიზმი ის ოფიციალური მიზეზია, რომელიც ანგელა მერკელმა დაასახელა, თუმცა არაოფიციალურ მიზეზებსაც განმარტავთ თქვენ. რაც შეეხება არაოფიციალურს. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ამ განმარტებით დოკუმენტში, ასე ვთქვათ, ამ ჩვენს კვლევაში პოლიტიკურ კონტექსტზე. მოგიხსენებათ, რომ ეს საემიგრაციო კრიზისი, რომელიც ევროკავშირში ამჟამად არის და რომლის შედეგადაც 1 მილიონზე მეტი ემიგრანტი მოხვდა ევროკავშირში 2015 წელს, ძალიან ამწვავებს ამ პოლიტიკურ ფონს და კონტექსტს, იმიტომ რომ საემიგრაციო პოლიტიკა არის დღეს როგორც წევრ ქვეყნებში, ისე ზოგადად ევროკავშირის მთლიანი სისტემის ფარგლებში ძალიან მწვავე დებატების საკითხი. იგივე პრობლემა არის გერმანიაში, იგივე პრობლემა არის, თქვათ, საფრანგეთში, სადაც ეს ულტრამემარჯვენე ძალები ამ გამოწვევების დროს ძალიან აქტიურდებიან და საზოგადოებრივი მხარდაჭერაც მათი მატულობს. სწორედ ამ საემიგრაციო კრიზისების დროს. ეს არის იგივე ფრანგული ლეპენის პარტია, ეროვნული ფრონტი, ეს არის უნგრული იობიკი, ეს არის ალტერნატივა გერმანიისთვის და მრავალი სხვა. ეს არის ის ძალები, რომლებიც რაღაც ულტრამემარჯვენე რადიკალურ გამოსავალს თავაზობენ ხოლმე მოსახლეობას და ესეთი კრიზისების დროს მოსახლეობის მხარდაჭერაც მათ მიმართ არის მზარდი. და არის საუბარი მართ ერთგვარ ლინკებზე. პლუს ამას ემატება რუსული ფულის გავლენა სამწუხაროდ ევროკავშირის პოლიტიკურ სპექტრშიც არის ძალიან დიდი. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, ბავარიის ქრისტიან სოციალური კავშირის ლიდერი ჰორსტ ზიჰოფერი 2016 წლის თებერვალში იმყოფებოდა რუსეთში და შეხვდა პუტინს, იმის მიუხედავად, რომ მერკელი აცხადებდა, რომ ეს არ იქნებოდა სწორი. და ასევე ვხედოთ პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსების შემთხვევებს, როდესაც მილიონობით ევროს იღებს ხოლმე გაურკვეველი წარმოშობის ბანკებისგან სესხად, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, მაგალითად ეს ეროვნული ფრონტი, რომელიც ამ ცნობილი მარინ ლეპენის პარტია არის, 9 მილიონი ევრო ისესხა ჩეხურ-რუსული ბანკიდან და ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომდევნო 27 მილიონის სესხებაზე. ცალსახაა, რომ რუსეთს არ აწყობს რეგიონში ქვეყანა, მით უმეტეს საქართველო, რომელიც უვიზო მიმოსვლას მიიღებს ევროკავშირიდან. ჯერ არ არის საუბარი ევროკავშირის წევრობაზე, ეს არც ასოცირების დოკუმენტში წერია, მაგრამ ეს არის უვიზო მიმოსვლა, არის ძალიან ხელშესახები საქართველოს მოქალაქეების ძალიან მარტივად რომ მოახდინონ შედარება მეზობელ ქვეყანასა და ევროპას შორის, როცა მათ გაიხსნებათ მარტივად წასვლა შეიძლებათ ევროკავშირის ქვეყანაში. ძალიან რელევანტური არის ეს ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მოგიხსენებათ რუსეთი საკუთარ ამ გავლენას აძლიერებს მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგებით და ძალიან დიდი არის დღეს უკვე რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როდესაც საპირწონედ საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს პასპორტი მათ თავაზობს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირში და ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ბუნებრივია ძალიან ესეთი სარფიანი შეთავაზება არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის და თუმცა მათ უნდა ქონდეს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. კიდევ ერთი ფაქტორი, რომ არ გამოგჩერს, თქვენ საიმიგრაციო კრიზისზე ისაუბრეთ, რუსეთის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე ისაუბრეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, დაგვრჩა საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის თანადროული განხილვა, რაც გაქვთ აქ აღნიშნული კიდევაც. შესაძლებელი იყო თუ არა თქვენი აზრით საქართველოს განცალკევება ამ დანარჩენი სამი ქვეყნისგან, იმიტომ რომ იყო ამის მცდელობა რამდენიმე თვის წინ თავდაპირველ ეტაპზე და ანონსეს კიდევაც, რომ უკრაინის და საქართველოს თემა გაიყოფოდა, ასე ვთქვათ. დიახ, აქაც ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი არის ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება არის ის, რომ შესაძლებელი იყო საქართველოს გამიჯნოს, თუმცა ძალიან რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ევროკავშირში ჟღერდებოდა ეს პოზიცია, რომ არ უნდოდათ, რომ საქართველოს საკითხი გამოყოფილიყო ცალკე და უნდოდათ, რომ ქვეყნების ეს ჩამონათვალი ერთად გასულიყო მთელს ამ პროცედურაში.
შესაძლებელი იყო ჩემი აზრით, აქ აუცილებელი იყო უფრო აქტიური მუშაობა, პრევენციული და პროაქტიული მუშაობა, როგორც ევროკავშირში, ისევე წევრ სახელმწიფოებში, თუმცა მთავრობამ ეს დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ საბოლოოდ ვერ ანუ ძალიან გვიან დაიწყო ეს პროცესები ზოგადად დაიწყო ძალიან გვიან. სასურველი იქნებოდა რომ ეს პროცესები დაწყებულიყო გაცილებით უფრო ადრე და რამდენიმე თვით ადრე, როცა შანსი მეტი ჰქონდა პოლიტიკურ არენაზე ქვეყანას. და ლობისტების გამოყენებით ემუშავად სხვადასხვა ქვეყანაში და შესაძლებელი იქნებოდა რომ საქართველოს საკითხი გამოყოფილიყო იმის გათვალისწინებით რომ ეს ასეთი პრინციპული საკითხი არ ყოფილა დღის წესრიგში რომ საქართველო არ გამოეყოფოდა თქვა პრინციპულად. თქვენ მართლობის პრობლემებს სწავლობთ და ამიტომ მინდა გითხოთ ზუსტად ლობისტებზე მე ყველა ჩემს სტუმარს ვეკითხები თავდაპირველად ქართულ მოლოცნებამ უარი თქვა ერთგვარ PR კამპანიაზე და ლობისტების ჯგუფზე სხვა ქვეყნებში განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან რომლებიც ძალიან აქტიურად იყენებდნენ ამას ფიქრობთ თუ არა რომ ეს იყო გარკვეულწილად შეცდომა და რა ინფორმაციას ფლობთ ახლა ანუ დაბრუნდა ეს ლობისტების ჯგუფი სხვა ქვეყნებში იყენებს ამას დღეს საქართველოს ხელისუფლება იყენებს დღეს თუმცა არა იმ მოცულობით და ისე იმ აქტიურობით რა აქტიურობითაც ამას უნდა იყენებდეს დღეს რამდენად ჩემთვის ცნობილი არის საქართველოს მთავრობას აქვს ხელშეკრულება კამბრესთან ეს არის დიდი ლობისტური კომპანია ბრიუსელში თუმცა ის თანხა რა თანხასაც საქართველოს ხარჯავს ამ ლობისტურ მომსახურებაზე არის ჩემი აზრით ძალიან მცირე ეს არ ნიშნავს რაღაც ერთგვარ სახელისუფლებო PR-ს, იმიტომ რომ ჩვენ გასულ წლებში მივეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხები ხშირად გამოიყენებოდა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად დასავლეთის ამა თუ იმ ქვეყანაში. თქვენ გულისხმობთ ქვეყნის ინტერესების ლობიზმს, რაც ქვეყნის ინტერესების ლობიზმს პირველ რიგში და საქართველოს საკითხის წამოწევას და დღის წესრიგში მუდმივ შენარჩუნებას. ეს აისახა როგორც ევროკავშირზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებზე, იმიტომ რომ მთლიანი მოცულობა ლობისტებზე დახარჯული თანხის არის საკმაოდ მცირე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ კვლევა, რა თანხა იხარჯებოდა თქვა 2004-2012 წლებში ლობისტურ მომსახურებას და რა თანხა იხარჯება ეხლა 2012 სხვაობა საკმაოდ დიდი არის, მით უმეტეს ამ ლობისტური რესურსის გამოყენებას აქვს გარდამტეხი მნიშვნელობა ესეთ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც ასეთი კრიტიკული გადაწყვეტილებები მიიღება და ძალიან კარგი იქნებოდა თუ სამომავლოდ ამ რესურსს უფრო აქტიურად გამოიყენებდა ხელისუფლება და ბოლო საკითხი რაც მინდოდა მეთქვა ისევ სკეპტიციზმს რო დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ძალიან დღეს პრორუსული ჯგუფები ძალიან გააქტიურებული არის საქართველოში და ჩვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებაც ძალიან დიდი ყურადღებით და სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. მე მახსოვს, როდესაც ძალიან ესე იგი დიდი ზეიმი იყო ამ ევროკომისიის დადებით დასკვნასთან დაკავშირებით, მსგავსი ტიპის ადრეული ღონისძიებები ასეთ შემთხვევებში იწვევს მოსახლეობაში სკეპტიციზმს, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ევროკავშირი არის ძალიან დიდი და პოლიტიკურად და ადმინისტრაციულად ჩახლართული ინსტიტუტი და ჩვენი ცნობიერების ამაღლება სამკუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ ის, რომ ეს არის კომპლექსური პროცესი და გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება ერთ და ორ დღეში და გადაწყვეტილებების მიღება არის ძალიან კომპლექსური და ამას ხელისუფლებამ თავისი პროაქტიული და პრევენციული ღონისძიებებით უნდა შეუწყოს ხელი. საბა მინდა გითხოთ ასეთი რამ ექსპერტთა ნაწილი მიუხედავად იმისა რომ ვიზა ლიბერალიზაციასთან პირდაპირ მიმული არ არის შიდა პროცესები ქვეყანაში მიმდინარე შიდა ფაქტორები მაინც ყველა შეხვედრაზე სადაც საქართველოს მართველი გუნდის მაღალჩინოსნები ჩავიდნენ დააყენეს ქვეყნის შიდა საკითხები ევროინტეგრაციაზე საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებად მაგალითად პრეზიდენტმა მარგველოშვილმა თქვა რომ ყველა შეხვედრაზე სადაც ვიყავი დააყენეს რუსთავი-2-ის თემა დააყენეს თავისუფალი სასამართლოს თემა და წინა საარჩევნო ვითარება ქვეყანაში
ფიქრობთ თუ არა, რომ აი დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები აქვს ევროკავშირის საბჭოს. გასაგებია, რომ აქ პირდაპირ კავშირს ყველა გამორიცხავს. პარლამენტშიც უნდა განიხილონ ეს საკითხი, სადაც პოლიტიკური ჯგუფები არიან საკმაოდ აქტიურები. ფიქრობთ თუ არა, რომ პირდაპირი კავშირის მიუხედავად ქვეყნის შიდა ფაქტორები და ის პროცესები, რაც წინა საარჩევნოდ მოხდება ამ ქვეყანაში, გარკვეულწილად მაინც იქონიებს გავლენას ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას. თუ ამას საერთოდ არ განიხილავენ თქვენი აზრით ევროპარლამენტში? ზოგად კონტექსტს მე მგონი, როდესაც პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, ზოგად კონტექსტს ყოველთვის განიხილავენ, თუმცა ეს საკითხი არასდროს არ ყოფილა, თქვათ, რაღაცა ფორმალური მოთხოვნის საფუძველი. ბუნებრივია, ყველა აკვირდება სასამართლოს შიგნით მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ძალიან დიდი პოლარიზების განცდას ქმნის და ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ბუნებრივია, ყველა აკვირდება და დააკვირდება წინა საარჩევნო პროცესი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ვიზა ლიბერალიზაცია არის ძალიან ტექნიკური პროცესი. გასაგებია, მაგრამ ტექნიკური პროცესი იყო ევროკომისიის დონეზე, უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები ევროკავშირს. დიახ, პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არის და ჩვენ ეს განცხადებების დონეზეც მოვისმინეთ. რომ იქნება, ოღონდ როდის არ ვიცით. აი ეს როდის ხო არ გააჭიანურებს პროცესს, მე ამას ვკითხულობ. ბუნებრივია, ხელს არ შეუწყობს არჩევნების, თქვათ, არადემოკრატიულ გარემოში ჩატარება. ბუნებრივია, კითხვის ნიშნები მედიასთან დაკავშირებით ხელს არ შეუწყობს და კითხვის ნიშნები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ხელს არ შეუწყობს ამ პროცესს. თუმცა ეს პროცესი არის ძალიან განყენებული და ტექნიკური პროცესი, მათ შორის, ჩემი აზრით, პოლიტიკური სპექტრისთვისაც. თუმცა რა თქმა უნდა, ვიზა ლიბერალიზაციის კონტექსტშიც და ისედაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისაც ამ კითხვის ნიშნების არარსებობა უფრო შეუწყობდა ხელს დაჩქარებას ამ პროცესს. რა თქმა უნდა. გასაგებია, საბა ხომ არ გინდა დაამატოთ რამე ან რეკომენდაციის სახით საქართველოს მთავრობისთვის მოკლედროა დარჩენილი, იქნებ კიდევ არის თქვათ რამე შანსი, ხომ არ გიმუშავიათ რეკომენდაციებზეც? იცით, ძალიან რთულია ამ პროცესში რაღაც კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა. ჩვენ ესეთ საკითხებზე, სადაც თქვათ აზრი გაყოფილი არის და სადაც ძალიან ბევრი კომპლექსური დეტალი არის, ვცდილობთ რომ მოსახლეობას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია და მივაწოდოთ ეს უფრო მარტივი ენით. რეკომენდაციებს რაც შეეხება, ბუნებრივია, ხა ეს სუბიექტურია, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც პოლიტიკურ არეალში გადავდივართ. მე ერთ-ერთი მინდა ვთქვა, რომ წინასწარ მოლოდინის გაჩენა უფრო საზიანო არის, ვიდრე სასიკეთო, იმიტომ რომ აქ მახსოვს მე იყო ძალიან დიდი ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მივიღეთ დადებითი შეფასება კომისიისგან, განათ და ანძები, იყო მიღებები, ზეიმი და ასე შემდეგ. ეს მოსახლეობაში ქმნის განსხვავებულ განწყობებს იმის ფონზე, რომ ძალიან რთული არის მოსახლეობის ჯეროვანი ინფორმირება, ასეთი დამაბნეველი მესიჯების გაშვება, მე მგონი არ არის სწორი და როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისევე ზოგადად მთლიანად საჯარო სივრცე უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, რომ არ დავაბნიოთ საზოგადოება იმ მზარდი საპირწონე ძალებისა და აქტივობებისა, რაც მეორე მხრიდან არის, მე გულისხმობ ბუნებრივია რუსულ და პრორუსულ ძალებს. დიდი მადლობა. საბა ბუაძე, IDF-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ იმედია კიდევ შევხვდებით და შევხვდებით სასიამოვნო ახალი ამბით, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, დიდი მადლობა. მადლობთ. შევხვდებით ხუთშაბათსა და პარასკევს საღამოს 5 საათზე რადიო ქალაქის ეთერში გადაცემაში ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად.